კაი გამარჯობა, მე ნიკო ვარ, უკაცრავად. მე ვანო ვარ, უკაცრავად. მე გიორგი ვარ, გიორგი ლიპარიშვილი, მოსწავლებელი და დღეს ლიპარასკევობაა, ლიპარას გადაცემის, ჩვენი გადაცემის დღე და დღეს ნიკო და ვანო და ნიკო უნდა გაგაცნოთ და გაგახსენოთ, ეს არის ერლუ მახვლედიანის მოთხრობების, მინი მოთხრობების, პატარა მოთხრობების სერია და ერთ-ერთი მოთხრობა მინდა რომ დღეს გაგახსენოთ და წაგიკითხოთ. ერთ კარგ მოქალაქეს და მასწავლებელს ჰქონდა გაზიარებული თეონა ბექიშვილს და გამახსენდა ერლუმის ეს მოთხრობა. საერთოდ ერლუმი ბაბუეჩემივით ხშირად მახსენდება, იმდენად ბევრ რამეს გვასწავლის მისი მოთხრობები, რომელსაც ფიქრი ჭირდება და ეს ფიქრი კიდევ რაღაცნაირად თავისუფლებაზე და ფიქრს და სწორად ფიქრს უკავშირდება. დავიწყოთ ვანო და ნიკო ნადირობა. სათხართ? კარგი, დავიწყოთ. ერთხელ ნიკოს ეგონა რომ ვანო ფრინველია, ხოლო თვითონ მონადირე. ვანო წუხდა და ფიქრობდა, რა ვქნა, არა ვარ ფრინველი, ვანო ვარო, მაგრამ ნიკოს არ სჯეროდა. იყიდა ერთი ორლულიანი თოფი და ცას დაუწყო ცქერა. უდარაჯებდა, როდის აფრინდებოდა ვანო. რათა მოეკლა, მაგრამ ცა მაინც ცარიელი იყო. ვანოს ეშინოდა მართლა ფრინველად არ ქცეულიყო და არაფრენილიყო, ჯიბით ქვებს ატარებდა. რომ არაფრენილიყო, მერცხალს არ უცქერდა, უცქეროდა რათა არ ესწავლა ფრენა, ცას არ უცქერდა რათა არ მონდომებოდა ფრენა. ნიკო ეუბნებოდა, ვანო ნიკოს გადააგდე ეგ თოფი და ნუიცქირები ცაში. არ ვარ ფრინველი, ვანო ვარ. ფრინველი ხარ და მორჩა, აფრინდები და გესვრი, მე მონადირე ვარ. ნიკო ეუბნებოდა ვანო, ნიკოს, აბა როგორი ფრინველი ვარ, როდესაც ვანო ვარო. ნუ მედავები, გაბრაზდა ნიკო. ნუ შემაწუხე თორე მიწაზე რომ ხარ, მაშინ გესვრი, ვითომ ესე სად აფრინდი. ვანო გაჩუმდა და წავიდა. შინ რომ მივიდა, ვანომ კარგად ისადილა. ბევრი ჯიბე დაიკერა. შიქვები ჩაიწყო და ჩაფიქრდა. ალბათ ნიკომ არ იცის თუ რა აფრინველი. თორემ მე არ გამაფრინველებდა. მივალ აუხსნი და მაშინ თავს დამანებებს და ამდენის ჭამა და ჯიბი არ დამჭირდება. ვანო მივიდა ნიკოსთან რომ აეხსნა თუ რა აფრინველი. ნიკო, დაიწყო ვანო, შენ არ იცი რა აფრინველი. როგორ არ ვიცი, გააწყვეტინა ნიკომ. ფრინველს აქვს ფეხები, შენც გაქვს ფეხები. მეც მაქვს ფეხები. შეწუხდა ვანო. ფრინველს აქვს ტანი, შენც გაქვს ტანი. მეც მაქვს ტანი. ფრინველს აქვს თვალები, შენც გაქვს თვალები. მეც მაქვს თვალები. ესე იგი, შენც ფრინველი ხარ. ნიშნის მოგებით მიეძახა ნიკომ. კი, მაგრამ მე რომ ფრთები არა მაქვს. ნიკო ჩაფიქრდა და მერე გაბრაზებულმა დაუყვირა ვანოს. გაჩუმდი. ფრთებიც ამოგივა და გაფრინდები კიდეც და თუ ფრთები არ ამოგივიდა, იცოდე მიწაზე მოკლა, როგორც ფრთები დაცვენილ ფრინველს. შეწუხდა ვანო. და შინისაკენ გაიმართა. ჯიბეებიდან ქვებს იღებდა და გზაზე ცრემლები ვით ფანტავდა. ხოლო ცრემლები ქვასავით მძიმე იყო. რა ვქნა? ფიქრობდა ვანო და მიდიოდა. ტიროდა და ქვებს ფანტავდა. რა ვქნა თუ ფრინველი არა ვარ და ფრენა არ შემიძლია. რა ვქნა თუ ნიკო მონადირეა და მე და ჩემი მოკლა უნდა. რა ვქნა თუ სულ ერთი ავფრინდები თუ არ ავფრინდები. მზე ჩადიოდა. ვანომ ცასახიდა. ვანოს ქვები აღარ ეწყო ჯიბეებში და სიმსუბუქე იგრძნო. ვანომ მერცხალს შეხედა და ისწავლა ფრენა. ვანომ ცას შეხედა და მოუნდა ფრენა. თუ ფრინველი ვარ, სჯობს ცაში მოვკვდე, თქვა და აფრინდა. ცა აივსო. ნიკომ დაუმიზნა და ესროლა და მოარტყა და ჩამოაგდო. აკი არ ვარ ფრინველიო, წამოიძახა ნიკო. ცა კვლავ დაცარიელდა. ესე მთავრდება ერლუ მახვლედიანის მოთხრობების სერიიდან ვანო და ნიკოდან ერთ-ერთი მოთხრობა ვანო და ნიკო და ნადირობა. თქვენც იმედია დაფიქრდებით, ვიფიქრებთ, ვიაზრუნებთ და ვიპოვით ჩვენს ძილ თავისუფლებას. დიდი მადლობა, მე შემდეგ ლიპარასკევობამდე გემშვიდობებით. მადლობა ერლუმს, მადლობა თქვენ ფიქრისთვის.